ბაჩო ახალაიას საქმის გადახედვას თხოვენ მისი მეუღლე და თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. საქმის მასალები მათ გასაცნობად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასა და დავით უსუპაშვილის სახლთან მიიტანეს. იურისტ გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურა ამ დრომდე ვერ ახერხებს ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებების შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას. ეს არის კონკრეტული პიროვნებების ინიცირებით წამოწყებული საქმე და ამას დღეს უკვე ნათლად ეთყობა ეს კვალი. ყველაზე მძიმე მუხლები, რაც ბაჩო ახალაიას აყენებული აქვს, 25-154 ეს არის წამების ორგანიზება და 25-153 დანაშაულის პიროვნების თავისუფლების აკვეთის ორგანიზება. ჩვენებაც კი არ არსებობს ერთი მათი ბრალდების მოწმეების ჩვენებაც კი არ არსებობს, სადაც ვინმე იძახდეს, რომ ბაჩო ახალაიამ ვინმეს დაავალა მათი ან თავისუფლების აკვეთა ან წამება. ჩვენ მოუტანეთ დღეს ბაჩო ახალაიას საქმე პრემიერ-მინისტრს და ჩვენ დიდი სურვილია რომ თვითონ გადახედოს და ნახოს რაზე უზის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დღეს ციხეში. მე დიდი იმედი მაქვს რომ გადახედავს და ნახავს. დაინტერესებს